ჩინეთთან დაკავშირებით ამერიკის პოლიტიკის მცდარობა მაინც ჩემი აზრით მდგომარეობს იმაში, რომ მთელი ეს წინააღმდეგობა, აი ესეთი манипуляციით, რომ დაუშვათ წვრილმანი წარმოების პროცესიც გადმოვიდეს ამერიკის შეერთებულ შტატებში, ეს ხომ მათი მხრიდან აბსოლუტურად აბსურდული სტრატეგია არის. ანუ მაგალითად წამოიღონ ისეთი წარმოებები, როგორც არის სპორტული მაისურები და შარულები და ასეთი რაღაცები, რომელიც იქ ძალიან იაფადკეთდება და მართლა შრომის კულტურა სხვანაირი რომ არის თქო ესეც მნიშვნელოვანი ის არის, რომ იქ არის საზოგადოება, რომელიც შრომით უფლებებსაც კი არ ითხოვს. ანუ ესეც კი არ აინტერესებს. ანუ იქ მართლა ადამიანები რომ შრომობს და იმის პრივილეგია რო აქვს, რომ მუშაობს, ამითაც კმაყოფილია და ჩვენ ვსაუბრობთ ამერიკის შეერთებულ შტატებში და პლუს აი ამ პროცესში უნისონში არ არის ტრამპის პოლიტიკა ისევ მიგრანტების მიმართ. ანუ იაფი მუშახელის თან არ უნდა. ანუ ვინები უნდა დაასაქმოს, ანუ ამერიკელი ტიკტოკერი და თან ტიკტოკერს ხაზს უსვამს ის ისევ ჩინური პლატფორმა. ტიკტოკერი ახალგაზრდობა დასაქმდება, სად დასაქმდება ჯინსების შესაკერად და კეპების შესაკერად. ეს ხომ მისი მხრიდან რაღაცნაირად ელემენტარული სოციოლოგიური ჭეშმარიტებების უგულებელყოფა, რომ შრომითი კულტურა ამერიკის შეერთებულ შტატებში არსებით და სხვაგვარია და მისი დომინაცია ამ ტექნოლოგიების უკან წამოღებით, აი ამ წარმოების წვრილმანი მსუბუქი წარმოების, ხო, მსუბუქი წარმოების უკან წამოღებით კი არ უნდა მოხდეს, არამედ ისევ ტექნოლოგიების განვითარებით უნდა შედგეს. ანუ იმ ტექნოლოგიების დომინაციაში, რომელშიც უნდა შეეჯიბროს ჩინეს. ანუ ჩინეთის დაყოვნება ისეთ საკითხში, რომგორიც არის ტექნოლოგიური შეჯიბრი, რაღაცა ესეთი манипуляციებით, არის მისი მხრიდან შესტომა. იმიტომ რომ აქ ამ კონკურენციაში მას მხოლოდ და მხოლოდ ერთი რამის მიღება შეეძლო. ეს არის ჯანსაღი კონკურენციის მიღება. თუნდაც ისის რო ხპარავს შექმნას ტექნოლოგიები, რომელიც ვერ მოხპარავს მაშინ. ანუ შექმნას აი ამ მისი ტექნოლოგიური ნოუ-ჰაუს დაცვის მექანიზმი და დაცვის პოლიტიკა. ეგ რო გამოქვეყნდება დაუშვათ ის პატენტი, ამ პატენტის სამართლებრივ მექანიზმში შევიდეს სრულება, რომ პირდაპირ ვიღაცას არ მიეცეს საშუალება იგივეს გამეორების, ხო? ან რაღაცები აი აქ შეიცვალოს და არა ის შეიცვალოს, რომ დაუშვათ აი ამ ტექნოლოგიები, მოდი მე ავუგრძალავ, რაღაცნაირად შევიყვან მას ეკონომიკურ კრიზისში, რომ როგორღაც არ გამოუშვას ეს იაფი მობილური ტელეფონები, რომელიც იგივეს აკეთებს, რასაც ჩემი iPhone-ი აკეთებს, ხო? აი ეს ხო აბსურდია. ესეთი და iPhone-საც მეგონი ჩინეთში ეწყობენ, რა. ანუ ეს ხო აბსურდია. ამ მიმართულებით არ უნდა ყოფილიყო მისი პოლიტიკა და მიმართული მთელი ტექნოლოგიების კონცენტრირება ისე ტექნოლოგიებში, როგორც არის აი ახალი ასე თქვათ ტექნოლოგიები, როგორც არის Android-ი, როგორც არის კოსმოსისათვის, როგორც არის ისეთი რაღაცები, რომელიც ძალიან დიდ ეკონომიკის ფუფუნებაა. აქ უნდა იყოს მისისა და არა ამ რაღაცა წვრილმანებში. და თან ეს აბსოლუტურად სწორად აღნიშნე USAID-ის მოსპობა ამერიკული ღირებულებების წინააღმდეგ გალაშქრება. აქ იყო ძალიან კონკრეტული ერთი მომენტი. მთელი მსოფლიო იყო მაინც მოგებული ამერიკის შეერთებულ შტატების ჰეგემონიით. ანუ ეს იყო win-win ხელშეკრულება, ასე რომ ვთქვათ, ხო? ის სარგებლობს, მაგრამ მეც ვსარგებლობ მისით. ანუ არის ინტელექტუალური, ექსპერტული, ფინანსური, ჰუმანური დახმარება ამერიკის შეერთებულ შტატებთან და საქართველოს ძალიან ბევრი აქვს მიღებული, ხო? და აქედან გამომდინარე, მე ამერიკის შეერთებული შტატების ის მდგომარეობა მაწყობს. ეხლა წარმოიდგინე, ეს ყველაფერი წაგართვეს და მაშინ რატომ მაწყობს? ეს პრივილეგირებული მდგომარეობა შენ რომ პირველი უნდა იყო, ჩემთვის რატომღა არის უკვე გასათვალისწინებელი? გასათვალისწინებელი აქედან გამომდინარე მარტო ერთი მიზეზი. იძულებული ვარ რომ გავითვალისწინო. ეს უკვე აღარ არის ჩემი მზაობა რომ შენს ლიდერობას დავეთანხმო. ეს არის უკვე იძულება და თან ამ იძულების მექანიზმებსაც თვითონ სპობს, იმიტომ რომ მიდის იზოლაციაზე. ანუ ყველაფერში ლოგიკური წინააღმდეგობა. ეს არის აბსურდი ამერიკის შეერთებულ შტატების.